გამარჯობა. დღევანდელ პოდკასტში გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ თვითმმართველობის და მოქალაქის ურთიერთკავშირზეც და თან თვითმმართველობის წარმომადგენლის თუ მოქალაქის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე. ბევრი რაღაც გონია ხოლმე, ხო? ადამიანები თანამდებობაზე რომ ინიშნებიან ჩვენ მოქალაქეებს და ცოტა ამ კუთხიდანაც შევხედავთ თემას და იმდენად საინტერესო ადამიანი მოვიწვეთ ამ პოდკასტში, რომ მოგვეცემას შესაძლებლობა, რომ ცოტა შიდა სამზარეულოშიც ჩავიხედოთ. მოკლედ, ამბავი ამაშია. გიორგი ბოკერი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. გიორგი არის ადამიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს, ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, რომელიც ერთ-ერთი ალბათ პირველი მე მგონი კახეთის რეგიონში. მით წლების წინ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და გიორგი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ის იყო იმ დროისთვის ერქვა გამგებლის პირველი მოადგილე. ამიტომ ცოტა თანამდებობის პირის მხრიდანაც შეგვახედებს საკითხს. და შენთან ერთად მოკლედ ვიმუშავეთ რამდენიმე საინტერესო სტერეოტიპზე, რომელიც ძირითადად უფრო გავრცელებული არის ხოლმე. და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანებისთვის საინტერესო იქნება. იმედია. მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცოტა ესე შევჩერები ვართ ხოლმე, რაღაცა ზემოთ ცოტა ხალხზე ცოტა ზემოთ მყოფ ადამიანებს, ანუ თანამდებობის პირებს და ცოტა ალბათ თვითონ ის თანამდებობის პირებიც იქიდან რომ იხედებიან, როგორ ჩანს ხოლმე ეს სკეპტიციზმი მოქალაქეების მხრიდან. ცოტა მტყუან მართალს გამოვარკვევთ რა და მინდა რომ შენც იყო ძალიან გულწრფელი და შენი გამოცდილებები გაგვიზიარო ერთ სექტორში მუშაობის დროსაც და მეორე სექტორში მუშაობის დროსაც. კარგი? სიამოვნებთ. კი ბატონო, იმედი მაქვს რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მე ვიქნები ძალიან გულწრფელი. მოდი ხა, პირდაპირ ამოიღე ერთ-ერთი პირველი სტერეოტიპი და გავხსნათ თემა. კი, წაიკითხე, გააჟღერე. თანამდებობა ადამიანს ცვლის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია. კი ბატონო. იმიტომ რომ ძირითადად სულ მაგას ვხედავთ ხოლმე გიო. რომ იცვლებიან რაღაც ძალიან უცნაურად ეს ადამიანები. მე ვთვლი რომ მართლა სტერეოტიპია. ადამიანი არ იცვლება. ადამიანი არ იცვლება, იმიტომ რომ ადამიანი რჩება ის რაც არის, უბრალოდ თანამდებობაზე როცა მოდის, მას უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე და მათ ყოფა ცხოვრებაზე და შესაბამისად შეიძლება კარგი იყოს ეს გადაწყვეტილება, შეიძლება არა, მაგრამ ადამიანი რაც არის, იმის კარგ თვისებებს და უარყოფით თვისებებს წარმოაჩენს უფრო მეტად, იმიტომ რომ ხელის გულზე ხარ შენ და ყველა მხრიდან ადამიანები გიყურებენ და შენ რაც ახარ ის რჩები, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს ერთ წამში, ორ წამში. Რაღაც თანამდებობამ და გავლენება შეცვალოს, ხო? უბრალოდ ის კარგი თვისებები რაც არის, უფრო მეტად წარმოჩინდება და ცუდი თვისებები სამწუხაროდ თუ აქ ადამიანს უფრო მეტად წარმოჩინდება და უფრო მეტად ხდება მათი გამოვლენა. ანუ თავსავლენს ადამიანი თავსავლენს რეალურად, ხო, რაც ახარ იმას უფრო მეტად წარმოაჩენს. Ну, სამწუხაროდ მაშინ ეს სტერეოტიპი ალბათ იქიდან გამომდინარე დაიბადა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან ნეგატიურადაც წარმოაჩინა თავისთავი. ალბათ ისედაც რაც იყო, ну, თუ მაგ აზრს გავყვებით და ზოგადად ხო, გეთანხმები იმას, რომ აი, როდესაც ასე ვთქვათ, გავლენის შესაძლებლობა მეტი გაქვს, ანუ როდესაც ანუ რაღაცნაირად შენს ხელშია უკვე რაღაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ეს ძალიან გაამაყებს თითქოს რა ადამიანს, მაგრამ ალბათ ხო, ისეთ ადამიანს აამაყებს, რომელსაც ისედაც პრობლემა. თუ გაქვს ხასიათში, უფრო მეტად წარმოჩინდება და წინა პლანზე მიდის, იმიტომ რომ ადამიანი გადაწყვეტილებებს იღებს თავის ხასიათიდან, გამოცდილებიდან, ზოგადად არსებული სიტუაციიდან, რომელიც მას თვითონ მიიყვანა ამ თანამდებობაზე და შესაბამისად, ხო, აი ის არის, რაც არ იცვლება პიროვნულად, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები და შინაგანი რწმენი რაღაც რეიტრის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებებს, ის არის ადამიანი, რაც იყო მანამდე. აი შენ როდესაც მოკეთ ცოტა იგმინდა რომ ეხა გაიხსენე, შენ როდესაც დაინიშნე გამგებლის პირველ მოადგილედ. ანუ გახსოვს რაიმე ისეთი შეგრძნება, რომ ეხა მე უფრო მოკეთ ეხა მე უფრო მეტი შემიძლია, ან მოკეთ აი როგორ გრძნობდი თავს მაგ თანამდებობაზე ყოფნის დროს, მაშინ ცოტა მაგაზე. ხო, გარკვეული სტერეოტიპებით მეც მივედი ახლა, იმიტომ რომ უფრო რაღაც სხვა იმით მიდიხარ მოლოდინით, რომ უფრო მეტის შეცვლა შეგიძლია, უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია, რაღაცა გადააბრუნებ იქ, მაგრამ ძალიან ბევრი რუტინა გვხდება ადგილზე და იმდენი ყოველდღიური საქმე გვხდება, რომ ხშირ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში სანამ გაერკვევი ყველაფერში, რომ გიგწევს რეაგირება იმ არსებულ სიტუაციებზე უფრო.
და მე მოდის ის გამოცდილებასთან ერთად, რომ რაღაც განვითარებაზე ფიქრობ, რაღაცის შეცვლაზე ფიქრობ, რაღაცის გაუმჯობესებაზე, ახალის დანერგვაზე, მაგრამ რაღაც ეტაპი უნდა გაიარო, რომ ამ დასკვნებამდე მიხვიდე, მაგრამ ამ თავარი ამ რუტინამ არ ჩაკლაპოს, იმიტომ რომ გარკვეულწილად თუ აი ამ ყოველდღიურ რუტინაში ხარ და ესე საქმეები მოდის და პრობლემები მოდის და ამაზე რეაგირებას აკეთებ, ხო? აღარ გრჩება დრო განვითარებაზე ფიქრის და სიახლეების ფიქრზე. ეს უკვე მოდის უკვე 4, 5, 6 წლის მერე, როდესაც უკვე ალღო აღებული გაქვს ყველაფერზე, გამოცდილება გაქვს და უკვე შეგიძლია პარალელურად იფიქრო სხვა რაღაცეებზეც. შესაბამისად, ერთი მხრივ კარგია, როდესაც დიდხანს რჩება ადამიანი მაღალ პოზიციაზე და უკვე გამოცდილებიდან შეუძლია რაღაცების გაანალიზება და რაღაცების შეცვლა, თუმცა რაღაც მინუსები მაგასაც აქვს, იმიტომ რომ ეხლა წეხანაც ვთქვით რა, ეხლა რომ შეიძლება უკვე გამოიყენოს რაღაც თანამდებობა, რაღაც უკვე სხვა მხრითაც, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ თუ გინდა რომ უფრო გრძელვადიანად რაღაცები გააკეთო, ალბათ უნდა დაცალდეს ადამიანს, რომ მეტი შეძლოს. და მოქალაქეებს აქვთ საკმაოდ ბევრი პრობლემა. და ალბათ ცოტა მძიმდებიან ხოლმე თანამდებობის პირები. ნუ ვინც ალბათ კეთილსინდისიერად ცდილობს, რომ მართლა მოაგვაროს ეს ადამიანების პრობლემები. აი შენ მოკლედ შეხვედი სამოქალაქო სექტორიდან ფაქტობრივად რა. და შეიძლება შენც ეგეთი სტერეოტიპული წარმოდგენები გქონდა, რომ ეხლა ყველა პრობლემას მოვაგვარებ და ყველას უშველი და ასე შემდეგ, მაგრამ დაგხვდა რაღაც შეუძლებლობები, ხო, რაღაც დეფიციტები, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა თვითმმართველობა გარკვეულწილად ფისკალურადაც და ფინანსურადაც არის შეზღუდული, რაღაც გარკვეული ბიუჯეტის ჩარჩოებშია და ყოველთვის იმის შესაძლებლობა არ არის, რომ მაქსიმალურად მოაგვარო იმ პრობლემები. უფრო ხშირად ეხლა განსაკუთრებით ჩვენ პერიოდში ცუცა და უარეს შორის იყო არჩევანი, ვიდრე მაგალითად გინდა აი ლელიანის ბაღის რეაბილიტაცია, ხო? უყურებ და ეხლა ყველაფერს ვერ წუდება ეს თანხები, ხო? იმიტომ რომ 28 ბაღია, შესაბამის სხვადასხვა მილიონი სხვა რაღაცაა კიდე გასაკეთებელი და ეხლა მთლიანი თანხა რო მოახმარო სრულ ამ ერთი შენობის რეაბილიტაციას, სიტყვაზე სხვა რაღაცებზე აღარ გრჩება თანხა და მიდიხარ უკვე ცუცა და უარეს შორის, ანუ ან ნაწილი გაარემონტო, ან არსებული რაღაც შეცვალო, მაგრამ ბოლომდე პრობლემას ვერ ჭრი. ანუ ცუდია როცა ვერ ჭრი, იმიტომ რომ ჯობია თავიდან ბოლომდე ერთი გადაწყვიტო და მეორედ აღარ მიუბრუნდე იმას სრული რეაბილიტაცია, ან ახლიდან თავიდან ააშენო. მაშინ ამის საშუალებები სამწუხაროდ არ იყო. დღეს ახლა რამოდენიმე ახალი ბაღი აშენდა და ჩვენ პერიოდშიც პირველი ბაღი აფენის ბაღი მაგალითად ჩვენ ავაშენეთ პირველი, ანუ ნოლიდან რომელიც აშენდა, მაგრამ ნუ ახლა ყოველთვის არ არის ის სიტუაცია, როცა შეგიძლია მაგალითად რაც გინდა თავიდან ბოლომდე რაღაც მეგა პროექტები და დიდი რაღაც ხედვა რაც გაგაჩნია, იმ ყველაფერს მოარგო, იმიტომ რომ უამრავი დარგია. უამრავი მიმართულება, რომელსაც უნდა გააწვდინო ეს თანხა და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არ ყოფნის და ზუსტად ხელისუფალის როლიც ეგ არის, რომ პრიორიტეტული მიმართულებები სწორად გამოყოს. ანუ როცა შეზღუდული რესურსია, პრიორიტეტი რაღაცებს უნდა მიანიჭო. რაღაცას უნდა მოაკლო და რაღაცა წინა პლანზე წამოიღო. და რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ინტერესების და მოქალაქეთა ჩართულობის და მათი მონაწილეობის გარეშე. ანუ მათი მოსაზრებები და მათი აზრია პირველხარისხოვანი ამ შემთხვევაში. და ხშირად თანამდებობის პირებს კრიტიკის მიღების უნარიც არ აქვთ ხოლმე და ეგ განაპირობებს იმას, რომ ხდება გათიშვა ამ ორ სექტორს შორის ფაქტობრივად რა. იმიტომ რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი, ადამიანების გულისწყრომა რაღაცა თითქოს ბუნებრივია. და ალბათ თანამდებობაზე ყოფნის დროს საკმაოდ რთულია, რომ არ მიიღო ეს κρიტიკა, უბრალოდ მიიღო ეს κρიტიკა და მე რაღაც დგებიან თანამდებობის პირები მუდმივად თავდაცვის რეჟიმში და ეგ რაღაცნაირად ძალიან დიდ უფსკრულს აჩენს რა, იმიტომ რომ ეს თვითკრიტიკის უნარს, აი არ ვიცი. მე არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვინც აი თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგად ფლობს რა ამ უნარს და ავითარებს, იმიტომ რომ ყველა რაღაც თავდაცვის რეჟიმში. ზოგჯერ ახლა კრიტიკა მართლა რეალურია და მართლა ის არის, ხანდახან არის ეს კრიტიკა, რომელიც სამწუხაროდ იცი როგორ არის ახლა რამდენადაც უფრო მეტად გამჭვირვალეა თვითმმართველობა და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გადის მოსახლეობაში, მით უფრო ნაკლებად არის ზედმეტი კითხვები და რაღაც ეჭვის საფუძველი და უნდობლობის საფუძველი. ანუ თვითონ თვითმმართველობა ვალდებულია რომ ინფორმირება გააკეთოს, უმცირე ინფორმირება. უფრო მაღალი ეტაპი ამ დემოკრატიის თუ ინფორმირებასთან ერთად ჩართულობასაც აკეთებს მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკითხები გარკვეულწილად
რა პრობლემები გაქვს და როგორ შეიძლება ამის მოგვარება და ამის საფუძველზე იღებ გადაწყვეტილებებს და იმ პრიორიტეტებსაც მას ესაზღვრავდა. შესაბამისად, თუ ეს არ ხდება, მე უკვე ძნელია, ანუ რთულია ამ ყველაფრის თავმოყრა და შესაბამისად გაკეთება. ამიტომ ამოსავალი წერტილი ეგ არის. აი თუ თვითმმართველობა ინფორმაციას არ აძლევს მოსახლეობას, ხო, ბევრი უკვე კრიტიკაც მოდის, იმიტომ რომ მოქალაქე იძახის, რომ ჩემ პრობლემებს ეს არ აგვარებს და თვითონ რასაც უნდა იმას აკეთებს. ამ შესაბამისად ეს კავშირი თუ გაწყვეტილია, უკვე ნდობაც იკარგება. ეს ნდობა რო არ დაიკარგოს, თვითონ კანონით დადგენილიც არის გარკვეული მექანიზმები, რაც ავალდებულებს თვითმმართველობას, მაგალითად ვებგვერდზე 1000-ნაირი ინფორმაციის დადება და ახლა კანონით რაც მოითხოვება, ყველაფერი რო დადოს თვითმმართველობამ, ძალიან ბევრი რაღაცები მოქალაქეებისთვის ღია იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ინფორმაცია არ იდება და შესაბამისად ბევრი კითხვები გარკვეულწილად რჩება და ჩდება, იმიტომ ხო და შესაბამისად არის ეს მომენტები, როდესაც და არის კიდე კარგი მმართველობის პრინციპები, არა მარტო კანონის მოთხოვნა. პლუს რაღაც დემოკრატიული კარგი მმართველობის პრინციპები, როცა შენი ინიციატივით შეგიძლია ამ ყველაფრის კეთება, კანონი კი არ განვალდებულებს, უბრალოდ კარგი მმართველი ხარ და არსებობს პრინციპები, რომელიც საიმ გამჭვირვალობის და დემოკრატიის დონეს მაღლაცევს. ანუ ყოველწლიურად შენ თუ გამოკითხვებს ატარებ, დადიხარ მოსახლეობის შეხვედრებს აკეთებ და მე იწერ ამ პრობლემებს და შესაბამისად ანალიზებს, სტატისტიკურ კვლევებს ატარებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, რაც უფრო მეტად არის ეს კვლევებზე და საზოგადოებრივ მოთხოვნებზე და ტენდენციებს დამოსახული, მით უფრო სწორი გადაწყვეტილებები და მით უფრო მუშა გადაწყვეტილებები მიიღება. არის კაბინეტური გადაწყვეტილებები, როცა ერთი ადამიანი იღებს და არის ესეთი წესით მიღებული გადაწყვეტილებები. ზოგჯერ აუცილებელია კაბინეტური გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, როცა ფორს მაჟორია, რაც წყალი თუ შემოგივარდა მდინარიდან, ეხლა კრებას ხო არ მოიწვა. უნდა რეაგირება გააკეთო, მაგრამ თუ გზა არიან, წყალია გასაკეთებელი და ეს გრძელვადიანი პერსპექტივა, შეგიძლია ჩახვიდე და გაიარო კონსულტაციები მოქალაქეებთან. რა უნდათ, როგორ უნდათ, რანაირად უნდათ. და ამაში არაფერი ცუდი არ არის პირიქით. რაც უფრო მეტად ხდება, ეს მით უკეთესია. რაც მეტია კონტაქტი საზოგადოების წევრებთან, მით მეტია თუნდაც ლოგიკური მოლოდინები და არა ისეთი, რაც ვერ დაკმაყოფილდება, იმიტომ რომ ხშირად მოქალაქეებმაც არ ვიცით ხოლმე, რომ ესეთ უშ შესაძლებლობა არ არის. ან როგორ იმართება თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, მაგრამ ხო, მაინც მგონია, რომ როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენელი ხარ, ზუსტად ამ ინფორმირებულობაზე შენ თვითონაც უნდა ზრუნავდე და რაღაცნაირად მოქალაქეს აძლევდე შესაძლებლობას, რომ მეტი იცოდეს რა. თითოეული გადაწყვეტილება თუ არის მოქალაქეთა ინტერესებზე დაფუძნებული, მით უფრო ეფექტურია ეს გადაწყვეტილება. ახლა თითქოს არსებობს ერთი მექანიზმი, რომელიც კანონით არის უზრუნველყოფილი, ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. დაახლოებით მილიონზე ცოტა მეტი ლარი არის, რომელიც თითქოს მოქალაქეები განკარგავენ. ერთი შეხედვით კაი თემა არის, მაგრამ მაგაც არის ესა გარკვეულწილად და მოსახლეობა სამწუხაროდ ნაკლებად დადის ამ შეხვედრებზე და ამაშიც არ მონაწილეობს და ხშირად რომ გამიანალიზებია მაგალითად რატო არ დადის, ხო, ძალიან მარტივი დასკვნამდე მივედი, იმიტომ რომ ეს მილიონი ლარი არის ახლა 20 მილიონი და 22 მილიონი ბიუჯეტის მცირე ნაწილი. ეს ლაგოდეხში არის 67 სოფელი, 72-ია ქალაქი. 67 სოფელზე რო, ნუ ქალაქს არ ეხება ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 67 ქალაქზე სოფელზე უნდა გადანაწილდეს. თითოეულ სოფელს ახლა სიდიდის და მიხედვით ხდება 7-8000-დან დაახლოებით 40-50-000 სიტყვაზე. ლარი. ხო და ახლა ადამიანს რო ეძახი რომ მოდი ახლა შენ სოფელში საშუალოდ ავიღოთ 25000 ლარისა რა გინდა რომ გაკეთდეს. იმას არ აინტერესებს, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ის 22 მილიონი რაც ძირითადია იმაში არ მიმიღია მონაწილეობა და ეხლა ამ 25000 ლარად რა გაკეთდება ჩემ სოფელში. ის ხო რამდენად მე შემეხება და ჩემი ყველას შეეხება, ხო? ანუ 25000 ლარად შენ უნდა შეეცადო რომ თლიანი სოფლის პრობლემა რაც წარმოუდგენელია, ხო? ანუ ყოველთვის რაღაცა პატარას უნდა მოარგო ან ჯგუფს, ან უბანს, ან ვიწრო ინტერესს და შესაბამისად ახლა საზოგადოებაც ნაკლებად ერთვება, იმიტომ რომ იციან რომ ეს არ არის ისე იმ ნიშნულობის გადაწყვეტილების პროცესი, რომელიც რაღაც ზეგავლენას ახდენს ამ ბიუჯეტის ფორმირებაში, თუმცა არ ვაკნინებ ამ იმას. კარგი მაგალითია ერთ-ერთი, რომ როგორ შეიძლება მონაწილეობა, მაგრამ დანარჩენი 21 მილიონიც მიმაღებინე მონაწილეობა და
შექმენი მექანიზმები, სადაც შევძლებ, რომ ჩემი პრიორიტეტები თქვა რაში განიგა და აი ეს უკვე ზედმეტი კრიტიკა და ის ნაკლები იქნება და ზედმეტი უნდობლობა ნაკლებად იქნება. იმიტომ რომ შეგიძლია ყოველთვის თქვა, რომ თქვენთან ერთად არ გავსაზღვრე ეს ყველაფერი და თქვენთან ერთად არ მივიღე გადაწყვეტილება და ხა თუ რამე შემეშალა, თქვენთან ერთად შემეშალა, თუ კაი რამე გავაკეთე, თქვენი მონაწილეობით, ანუ ეს ყოველთვის გაზიარებული გადაწყვეტილებები გაცილებით ეფექტურად მუშაობს. და სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ სოფლის პროგრამებზე რაღაც გადაწყვეტილება რა უნდა გაკეთდეს სოფელში, აი როგორც ხდება ხოლმე, იცი, ვიღაცამ არც ვიცით, რომ თქვა ამ დღეს იმართება შეხვედრა. ძირითადად უფრო რაღაცა, არ ვიცი, პარტიული ინტერესის მქონე ადამიანებთან ხდება ალბათ ჩამორეკვა. 1-7 კაცი შეიკრიბება, რაღაცას მოიფიქრებენ და შენ ამ დროს არც კი იცოდი, რომ იმართებოდა ეს შეხვედრა. ხო და მათ უკვე აი ადგილზე თემის წარმომადგენლების აქტიურ მუშაობაზეც ძალიან ბევრი არის დამოკიდებული რა, რომ თუნდაც აი კულტურაში გააჯინო, რომ აი რო დაუძახებ და ეტყვი, რომ რავი წინა დღეს მაგალითად და ყველა ოჯახში ჩამოივლი, ხო? მეტი ადამიანი მოვა და ის სადღაც მეორე წელსაც დაელოდება მაგ შესაძლებლობას, რომ მივიდეს და რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. რაც არ უნდა იყოს, ეგ 25,000 თუ 30,000-იც, ეგეც მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაცის კეთებაზეა საუბარი საკუთარ სოფელში, ხო? კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მე მისთქმა მინდა, რომ სხვა პროცესებშიც უნდა ჩართო მოსახლეობა და დანარჩენი თანხების განკარგვაშიც უნდა რაღაცნაირად მიაღებინა მონაწილეობა პრიორიტეტების არჩევაში, რომ ქონეს ამას აზრი, იმიტომ რომ თუ ადამიანი ხვდება, რომ ეს ფორმალურად კეთდება და იქ მაინც ვიღაცები უშენოდაც მიიღებენ გადაწყვეტილებას და საერთოდ არ კითხავენ, ხო? ნუ აი მე უკვე იკარგება ამისი ხალისიც და მოკლედ აღარ აქვს სურვილი მოქალაქეებს რომ იანონ და შესაბამისად ახლა ის რწმუნებულიც იძულებულია ვინც უჯერებს ის მოიყვანოს და გამოდის რომ თავის ხალხი მოყავს. შეიძლება სულ არ არის ამ დროს ის დაინტერესებული რომ მაინდა-მაინც ის გაკეთდეს, თუმცა მასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. მაგრამ მოყავს ის ვისი მოყვანაც შეუძლია. იმიტომ ვინც მოკლედ ვისთანაც ახლოს არის და რაღაცა დავალებულია ანი სხვადასხვა მიმართულებით. და მუნიციპალური ბიუჯეტის ანუ გადაწყვეტილებაში თუ რა უნდა გაკეთდეს, ეხლა მახსენდება, რომ ერთხელ ვიყავი ეგეთ შეხვედრაზე, მაგრამ მე მგონი არის პროექტის მომზადება, ანუ და მაგ დროს ვიყავით რაღაც დარბაზში, მახსოვს ლაგოდეხში და რაღაც ინიციატივებზე ვლაპარაკობთ. საბოლოო ჯამში მაინც არაფერი არაფრის გათვალისწინება არ მოხდა, იმიტომ რომ რაღაცა შესაძლებელია, რაღაცა შეუძლებელი და მაინც ისე გადაწყდა როგორც წარმოსადგენი იყო ალბათ, მაგრამ მახსოვს რომ როგორც მექანიზმი არსებობს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმარების დროს მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა. ხო, ბევრი ფორმებია, უამრავი სამოქალაქო ბიუჯეტირების ფორმები არის, თავარია გამოიყენო, მაგრამ ეს მექანიზმები რომ გამოიყენო, ხო, რაღაც ანგარიშვალდებულებას უნდა გზნობდე მოქალაქეთა მიმართ. ანგარიშვალდებულებას წარმოშობს სამართლიანი და არჩევნები, რომელიც ჩატარდა დემოკრატიული პრინციპებით და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, ხო? შესაბამისად, თუ შენ არჩეული ხარ ამ პრინციპებით, უფრო მეტად ანგარიშვალდებულობას გზნობ. და ანგარიშვალდებული ხარ, მაგრამ თუ რაღაც პარტიული კონიუნქტურით ან დახმარებით ან რაღაცის მიხედვით მოხდა ადამიანების გინა საკრებულოში, გინა პირველპირად არჩევა, ის ადამიანმა იცის, რომ ეხლა საზოგადოება არაფერ შუაში, მე სხვას წინაშე ვარ ვალდებული და ცდილობს ის პოლიტიკა გაატაროს, რაც იმას ასიამოვნებს, ვინც აირჩია, მოკლედ. ეგ ძალიან მარტივი თემა არის, თუ საზოგადოების არჩეულია პირდაპირ და სამართლიანი და პირდაპირი წესით, უფრო მეტ ანგარიშვალდებულობას გრძნობს და უფრო მეტად თავს ავალდებულებს ადამიანი, რომ მივიდეს საზოგადოებამდე და ბევრი რაღაცა კითხოს, იმიტომ რომ იცის, რომ მეორედაც თუ გინდა რომ არჩეული იყო, ხო? დამოკიდებული ხარ იმაზე და რატომ უნდა გაიფუჭო სუმცირე, აი მარტივად რო თქვა იმასთან ურთიერთობა, ვინც დობა გამოგიცხადა და აგირჩია და მოკლედ მოგიყვანა თანამდებობას. შესაბამისად, ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს. ეს ჯაჭვი თუ გაწყდა, მე უკვე ძნელია, იმიტომ რომ ხო მე ყველაფერი ირევა და ისე ხდება, როგორც არ უნდა ხდებოდეს. ხო, ძალიან გრძელი თემა და ხა კიდე ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ გვაქვს საინტერესო მოსაზრებები და სადღაც ყველაფერს გავაჟღერებ, ამოიღება შემდეგი. ხო, ყველაფერი ზემოდან წყდება. ხო. აჰა. და ნაწილობრივ ვისაუბრეთ, მაგრამ ხო. ეგ როგორც მოქალაქეებს შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი ზემოდან წყდება და თვითონ მე მგონი აი თვითმმართველობაში დასაქმებულმა ადამიანმაც შეიძლება დაიწუწუნოს. კი. რომ ყველაფერი ზემოდან წყდება და მაინც რა აზრი აქვს. კი. ეხლა მოყევია ბა. თვითონ საქართველოში თვითმმართველობა ზოგადად ახალგაზრდა, ეხლა 97-ში ჩატარდა პირველი არჩევნები, რომელიც ბოლომდე 3 წლიანი პერიოდი იყო, მოკლედ, იმიტომ 91-ში ჩატარდა, მაგრამ ბოლომდე, იმ პერიოდში არ დაცალდა იმ
თვითმმართველობას მუშაობა და მოკლედ ხო და შესაბამისად არ არის დიდი ისტორია თვითმმართველობის ბოლო ისტორია ჩვენთან და შესაბამისად რაღაც გარკვეული ხალხები ყოველთვის არის და იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობა თვითმმართველობის საკმაოდ ხო პრობლემატური თემაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემებია, რომელიც არის მიზნობრივ ტრანსფერებზე, სპეცტრანსფერებზე და ასე შემდეგ, რითიც ივსება ბიუჯეტი. ადგილობრივი შემოსავლები არის ნაკლები, რომლის დამოუკიდებლად განსაზღვრა შეუძლია თვითმმართველობას, ამიტომ ფულს ვინც გაძლევს, უკვეთავს მუსიკას. ხო, გასაგებია, რომ თუ ახლა მიზნობრივი ტრანსფერი წამოვიდა, ვერ წაწდები, რაც მიზანში წერია, ის უნდა გააკეთო, ხო? თუ გამოთანაბრებით ტრანსფერია, კიდე შეგიძლია რაღაც ლავირება და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ იდეალური ვარიანტია, როდესაც სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების თანხვედრა ხდება და გადაწყვეტილება ამ ორი ინტერესის თანხვედრით მიიღება, იმიტომ რომ სახელმწიფოსაც თავისი ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ უნდა ჭარბობდეს ადგილობრივ ინტერესზე და რა თქვა, რაც მთავარია, თვითმმართველობა რომ დამოუკიდებელი იყოს, ფისკალურად უნდა იყოს პირველ რიგში დამოუკიდებელი, ანუ ეს თანხაც ეხლა რო ახსენეთ, ხო, სიტყვაზე 20-22 მილიონი რაც წლიური ბიუჯეტში ადგენს, ხო, რაღაც რიგითი თვითმმართველობის. უნდა იყოს თავისი, რომ მართლა თვითონ გააკარგოს, იმიტომ რომ ახლა სტერეოტიპი ისიც არის, რომ ადამიანებს გონია, რომ რაც ცენტრალური ხელისუფლება, იგივე copy-paste-ია და იგივეა ადგილზე, არა. თვითმმართველობა არის ავტონომიური, დამოუკიდებელი, თავისი კომპეტენციებით და სახელმწიფოს გარკვეული სხვა ფუნქციები, ანუ გამიჯნულია. ბევრ რაღაცებში ყვეთ არის, მაგრამ გამიჯნულია იდეაში. ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს გამიჯნული. და შესაბამისად ადგილობრივი მნიშვნელობის ორი პრინციპია მოკლედ რა ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები რაც ადგილზეა გადაწყვეტილი უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა და რაც მოშორებულია მოშორებულმა ჯგუფმა ხო რაც დიდი პრობლემაა დიდმა ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს ხო მარტივია რაც პატარა პრობლემაა პატარა ჯგუფმა თუ ახლა სახელმწიფო საზღვრის დაცვაზეა საუბარი თვითმმართველობას არ უნდა დაავალო იმიტომ რომ არ შეუძლია მაგრამ თუ წყლის პრობლემა ადგილზე მოსაგვარებელი მიეცი თვითმმართველობას და გადააჭრევინე თუმცა ახლა წყალზეა თვითმმართველობა კომუნალურზეა დაფუძნებული და წყალი და ქალაქის წყალი მაგალითად არ ეკუთვნის თვითმმართველობას რაც მე ვთქვი რომ ძალიან დიდი შეცდომაა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისად აი ეს გამიჯვნა კომპეტენციების საკმაოდ მნიშვნელოვანია ამის ცოდნაც ახლა რა აქვს თვითმმართველობის კომპეტენციაში და რა არ აქვს და შესაბამისად აი ეს სტერეოტიპიც ხო რომ ზემოდან წყდება ალბათ იქიდან მოდის რომ ძალიან დიდი თანხები მოდის აი ამ თვითმმართველობა არ არის ფისკალურად დამოუკიდებელი და ბევრი თანხების განკარგვა მოკლედ ხდება სამწუხაროდ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აი ესე კომუნიკაციით რომელსაც სადაც უკვე თვითმმართველობას არ აქვს წამყვანი ძალა ამ ურთიერთობაში იმიტომ რომ თუ თანხა შენი არ არის საკმაოდ ძნელია ამ ყველაფრის ლობირება ადგილობრივ დონეზე და ნებისმიერ ახლა განვითარებულ ქვეყნებში არის ესე რომ ის საბიუჯეტო გადასახადები რაც ბიუჯეტში ჩვენი ჯიბიდან შედის თვითმმართველობაში პირდაპირ მიდის დამოუკიდებლად და ჩვენთან ჯერ ცენტრალურ ხელისუფლებაში შედის და მერე ის რაღაცა თანხას გამოგიყოფს შენ და უკვე იმის მოცემული თანხაა და არა შენი. აი მაგალითად ეხა საშემოსავლოს 20% ხო? გარკვეულწილად რომ თლიანად ადგილზე რჩებოდეს DGG-ს რაღაც პროცენტი ადგილზე რჩებოდეს სხვადასხვა იმ სხვილი გადასახადების რაღაც ნაწილი რომ საბაჟო შემოსავლის რაღაც 1%-ით რჩებოდეს. ამითი რომ ივსებოდეს და სიტყვაზე 20 მილიონი ლარი რომელიც უკვე ადგილობრივ დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის და სამწუხაროდ აქამდე ჯერ ვერ მივედით რომ ბოლომდე იყოს თვითმმართველობა ავტონომიური და დამოუკიდებელი. ანუ ნება უნდა არსებობდეს დეცენტრალიზაციის, ნამდვილი და რეალური დეცენტრალიზაციის. კი, აი მაგალითად აი ზვიად გამსახურდია 96% მოვიდა ხონდობის, მაგრამ მანაც კი ვერ გარისკა რომ პირდაპირ არჩევნები გაეკეთებინა გამგებლების ადგილზე დანიშვნა მოხდა. ანუ მაინც ყოველთვის რაღაც ის არის ცდუნება რომ ყოველთვის რაღაცნაირად დამოკიდებული ყავდეს. და რაც უფრო ქვეყანაში რაღაც გარკვეული დაძაბულობა, მით უფრო მეტია ეს ცდუნება, იმიტომ რომ ძნელია ამ ყველაფრის ისა, ხო. და შესაბამისად, ხო. ეხლა მაგალითად ევროპულ ერთ-ერთ ქალაქის მერთან შეხვედრაზე ახსენა მერმა, რომ მე ოპოზიციიდან ვარ მოსული. თელ ქვეყანაში რამოდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა და ბუნებრივი კითხვა, ქართული კითხვა წავიდა, რომ ანუ თანხების გამოყოფისას თუ არ ჩაგრავენ და გაუკვირდა საერთოდ საიდან მოგივიდათ ეგ აზრათო. იმიტომ რომ იქ ისია დაალაგებული ეს ყველაფერი, რომ ძალიანაც რო გიდოდეს იმ ქალაქს და იმ რეგიონს ვერ დაჩაგრავ თანხით,
იმიტომ რომ ოპოზიცია მოვიდა რაღაც განსხვავებული ის იყო ხო კანდიდატი მოვიდა. შესაბამისად ახლა კარგია, როდესაც ესეთი მექანიზმები მუშაობს და რეალური თვითმმართველობას რეალური ისა აქვს, რა ქვია, დამოუკიდებლობა და ახლა თან ბევრ გაუგებრობას იწვევს. ახლა აი მაგალითად ახლა მახსენეთ რომ ქალაქის წყალი არ არის, ხო რა იმისი რა ქვია, თვითმმართველობის. და ძალიან ძნელია აუხსნა ახლა ადამიანს რომ გვერდზე სოფელი როა მაწიმი, იქ მე ვაკეთებ თვითმმართველობა წყლის იმას და ქალაქში ვერაფერს ვერ ვაკეთებ. აი რატო? ქალაქი ლაგოდეხი თითქოს ხო და მიმდებარე სოფელი რამოდენიმე არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაქვემდებარებაში, ხო, რომელიც ცენტრალიზებულად ხო, იმათი სიპია სამინისტროში. შესაბამისად ძალიან ძნელია აუხსნა ადამიანს რომ ეს შენი არ არის, ხო? საკანალიზაციო სისტემა, ხო? იმათია, ვერაფერს ვერ აკეთებს თვითმმართველობა, მაგრამ პრეტენზია ვისთან არის? ხო, ვერ გაიქცევა ადამიანი ახლა ლაგოდეხელი, რომელიც სიტყვაზე ცხოვრობს დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ხო არ გაიქცევა თბილისში ახლა წყალმომარაგების კომპანიასთან და იქ ხო არ დაუწყებს დავას, რომ ჩემთან რაღაც პრობლემა უნდა მივიდეს ადგილობრივთან. ადგილობრივობა ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის. ადამიანი გაუგდებული იმიტომ რომ უყურებს რომ შრობა კავშირში ესერი აკეთებს წყლისებას და ამის ქუჩაზე ვერ აკეთებს. ხო ძალიან ძნელია ამის ყველაფრის სამწუხაროდ ახსნა, იმიტომ რომ არის ასეთი პარადოქსული ისენი და ევროპაში მაგალითად ხშირ შემთხვევაში თვითმმართველობას ეძახიან კომუნალურ ხელისუფლებას. ანუ ის ვალდებულია მოგიგვაროს კომუნალური პრობლემები. წყალი, კანალიზაცია, გზა და ასე შემდეგ. ხო, საბავშვო ბაღები, სოციალური სფერო და აი ეს თემები, რომელიც აი თითქოს კომუნალურს არ ცდება და წესდა. იდეაში არც უნდა ჩემი შეხედულება რომ არ უნდა ცდებოდეს და ადგილობრივ დონეზე ხლა ასე რომ პოლიტიზირებულია რა ყველაფერი, ხო? მე რაღაცომღაც აი ძალიან ცუდ განცდებს იწვევს ჩემში, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ასე პოლიტიზირებული. ხან თავის მიღება ხდება. ხო, ხა თუ შენ ხარ ხო რაღაც გარკვეულ კომპეტენციები გაქვს და ჩააღუნე თავი და აკეთე, ანუ არა აქვს მნიშვნელობა გარშემო რა ხდება, თუ შენი პოლიტიკას ატარებ იმას რომ ადგილობრივ ინტერესებს ემსახურო, ხო ეს დიდი რაღაც ეს პარტიული რაღაცები დიდად არ უნდა გაღელვებდეს, მაგრამ სამწუხაროდ ხო ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა მოქალაქისთვისაც ეგენი ისეთი საკითხებია, რომელიც ისედაც კი ეგრე უნდა იყოს, უნდა აკეთებდეს, უნდა გვარდებოდეს, ძალიან ელემენტარულია. მაგრამ ხშირად ადამიანებს ანუ მოქალაქეებსაც ხო არ შეგვიძლია რომ ეგრევე ვფიქროთ და არ გავიხედოთ მაგის მიღმა რა და თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის შეფასებაში, თქვა წარმომადგენლების შეფასებაში თუ ასე შემდეგ, ცოტა უფრო კრიტიკულობა არ გვაწყენდა რა ადამიანებს. კი, რაც უფრო კრიტიკულია და აქტიურია მოქალაქე, მით უფრო მეტ ანგარიშვალდებულობას გრძნობს. ახლა ეს არ არის ტრაფარეტული ფრაზა, იმიტომ რომ თუ შენ არ თხოვ, იქიდანაც არ ხდება შესაბამისი უკუგება და უფრო მეტი შესაბამისად საქმის კეთება, ან თუ ფორმაში არ აკავს ხელისუფლება. ანუ რაღაც დონეები არსებობს, არ რომ თვითმმართველობა უფრო აქტიური უნდა იყოს და მიდიოდეს თუ საზოგადოება. რაც უფრო ორივე არის აქტიური, მით უფრო დიდია ფანჯარა და დიდია ამ ურთიერთობის შესაძლებლობები და ფართობი. თუ ეს ფანჯარა ძალიან პატარაა და ჭუჭრუტანას ემსგავსება, ხო იქიდან უკვე ვეღარ ხედავს შიგნით რა ხდება თვითმმართველობაში და ვერც ის ვერ ხედავს სამაგიეროდ რა მოთხოვნები აქვს საზოგადოებას და თუ ძალიან ვიწროვდება ეს ფანჯარა, ხო, რაც უფრო პატარა ეს ფანჯარა, ძალიან ბევრი მე ბრმა ფანჯრები ხრჩდება, რომელშიც არ ჩანს იმას რა უნდა და საზოგადოებაც ვერ ხდება ამას რა უნდა, რატო გააკეთა დღეს ეს და არა ის, ხო, რაღაც მესუ სხვა პრობლემა მქონა დღეს და უცებ გაქანდა და რაღაცა შენობა აშენა, რომელიც ფუნქციასაც ვერ ხვდები. სიტყვაზე ხლა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ სიტყვაზე, ხო? კი, ეგრეა ძალიან ზუსტად თქვი, მართლა ეგრეა რა. ეს ფანჯარა რაც უფრო დიდია და ორივე მხარე რაც უფრო აქტიურია და რაც უფრო მეტად იცვლება ინფორმაცია და შესაბამისად ხდება ურთიერთობა და კომუნიკაცია და ბევრი ხერხები არსებობს, მართლა ბევრი ხერხები არსებობს ამისი, მით უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები, მუშა გადაწყვეტილებები მიიღება და ნაკლები კითხვაა. კი, ნამდვილად. გეთახმები. იდეალური პასუხი იყო. მოდი ამოიღე შემდეგი სტერეოტიპით. მე ვიმკითხავს მაინც იმას იზამენ რაც უნდათ. ხო ეს მოქალაქემად შეიძლება თქვას, თანამდებობის პირმად შეიძლება თქვას რაღაც მხრივ. ხო, გარკვეულწილად ხო არსებობს რა თქმა უნდა ეს სტერეოტიპი, იმიტომ რომ წეხან რაც ვისაუბრეთ იმ პრობლემებიდან გამომდინარეა, როდესაც ვერ ხედავს კავშირს მოქალაქე ხელისუფლებასთან და ამიტომ გაის განცდა აქვს რომ მე არ მკითხეს და ისე გააკეთეს. შეიძლება სულ არ ჭირდებოდა რაღაცა და გააკეთეს და ახლა ვერ გაუგია ახლა რატომ არის ეს რაღაც თემა აქტუალიზირებული და მოკლედ წამოწეული წინაპარანზე, როცა მას რაღაც ყოფითი პრობლემა სახლის წინ აწუხებს და
მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხო მოქალაქეებიც მიმართვიანობას აგვიანებენ. მაგალითად, ეხლა რომ მიმართო მაგას თვითმმართველობას, რომ ჩემი ქუჩის თავში მაგალითად ასფალტია გაფუჭებული. ხო, ანუ პერიოდი უნდა შეარჩიო, უკვე ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე ხარ ეხლა დაახლოებით, ხო, ის პერიოდი გვაქვს და აი კინაღამ დაგვიანებულია რა, იმიტომ რომ უკვე მთელი საფხურიდან მოყოლებული ნელ-ნელა ხდება ეტაპების გავლა ბიუჯეტის შემუშავების, ბიუჯეტის გეგმის და უკვე შიგნით ცვლილებების შეტანა გაცილებით ძნელია. ამიტომ ალბათ ჯობია რომ დაახლოებით საფხურის პერიოდში მიმართო იმ პრობლემაზე, რომელიც შენთვის არის აქტუალური და მე მთელი შემოდგომა რაღაცნაირად ამ მონიტორინგო რამდენად ეს ყველაფერი გაითვალისწინეს თუ არ გაითვალისწინეს, იმიტომ რომ უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტზე ძნელია ხოლმე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არსებობს სატენდერო პროცედურები. ახლა აი ეს ორმო რო ამოახსოვს მაგალითად თვითმმართველობამ გაჩენილი, ახალგაჩენილი მაგალითად შუა საბიუჯეტო წელში, ხო, მან უნდა გამოაცხადოს, ჯერ უნდა გააკეთოს დეფექტური აქტი, იმას დაავალოს თავის თანამშრომელს, ხო? მე უნდა გააკეთდეს საპროექტო ორგანიზაციას და დაუკვეთოს პროექტი ამაზე. სანამ ის პროექტს მოამზადებს ამაზე, ხო? ესეც ტენდერით ხდება, ანუ შემსყიდველი ორგანიზაცია პროექტი რო იყიდო, ამასაც ტენდერი ჭირდება, იმიტომ რომ ერთგვაროვანი სამუშაოა და 1000 ესეთი ორმოა და ასე 1000 ესეთი ქუჩაა, ხო, დაზიანებული. შესაბამისად ტენდერის გარეშე ვერ აკეთებ, თან დიდი ტენდერები უწევს. შესყიდვა, მე უნდა გამოავლინო ეს, როცა შემოვა პროექტი, უნდა განიხილოს ინფრასტრუქტურის სამსახურმა და მიიღოს, ხო, ეს პროექტი. მიიღების მერე მიდის ახალი ტენდერი, როცა უკვე შენებელის ძებნა გიწევს, ანუ ვინც სამშენებლო სამუშაოებს გააკეთებს, ეს გზა იქნება, ხიდი იქნება თუ ბოგირი იქნება თუ სანიაღვრე არხი, ხო? ანუ შესაბამისად ამაშიც დრო მიდის და სუმცირე 3-4 თვე მარტო მიდის აი ამ პრობლემის იდენტიფიცირებიდან ამ შესაბამისი სამუშაოების ბოლომდე მიყვანის და სტერეოტიპი ისიც არსებობს, რომ თვითმმართველობა აკეთებს ამას. არა, თვითმმართველობა ქირაობს კომპანიებს, რომლებიც მერე შემდგომში აკეთებენ ამ სხვადასხვა ობიექტებს, ანუ როგორც წესი თვითმმართველობა წესით უნდა ქირაობდეს ამას. თუმცა ამ ბოლო დროს ახლა სერვის ცენტრი შეიქმნა და გარკვეული ფუნქციები თვითონ მუნიციპალიტეტის სამსახურებმა შეითავს ეს მაგალითად ეს არის გარკვეულად წყლის ამბები, გარეგანათება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თემები, რომელიც კეთილმოწყობა, დასუფთავება და ნაგვის გატანა და ასე შემდეგ. ნუ აღარ გააქვს ტენდერზე 20-ზე აღარ გადის და ადგილობრივის გააკეთებს ფირმა. ამას თავის პლუსებიც აქვს, თავის მინუსებიც აქვს, მაგას აღარ გავყვებით, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ როცა ფიქრობ რომ ჩემი აი ეს ვინ კითხავს, მაინც თავის შკუაზე აკეთებენ, რაღაც გარკვეული სიმართლე ამაში არის, იმიტომ რომ წეხანაც თქვი თუ კავშირი არ არსებობს და თან მით უმეტეს აი ეს ობიექტური საკანონმდებლო ბარიერებიც ხანდახან არის, გააჩნია რა სიტუაცია, ხო? როდესაც შენ გინდა რომ ოპერატიულად გაკეთდეს, ვერ კეთდება. ახლა მაგალითად მე მქონა ინიციატივა, რომ შეიძლება წლიური შესყიდვა შეისყიდო და ეს ორმოულები წლიური შესყიდვა გააკეთო მაგალითად რამოდენი ორმოულების ამოვსებაზე და ნელ-ნელა აკეთებინო, მაგრამ რაღაც საკანონმდებლო პატარ-პატარა ცვლილებები ჭირდება ამას, რომ მოერგოს სიტუაციას, რა სამწუხაროდ არ აკეთდება და არ გაკეთდა ესე, მაგრამ თორე შეიძლება და უფრო ოპერატიულად ესეთი რაღაცების მოვლაპატრონობის, წლიური მოვლაპატრონობა იყოს სიტყვაზე გზების და ოპერატიულად ხაი რაც უჩიც გაჩნდა ორმო, მივიდა ვიღაცამ ჩააგო და მე რამ გაიზომა ისა არის სიტყვაზე 5 კვადრატი, გადაუხადე 5 კვადრატის ფული და დამთავრდება, ხო? ანუ წინასწარ აქვს შესყიდული ეს მომსახურება წლიური. სამწუხაროდ არ ხდება ახლა რაღაც გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება ჭირდება ამას და აქამდე ჯერ არ მისულვართ. ახლა ეგ ხო, აი მაგრამ იმისთვის რომ ადამიანმა გაიგოს ეს როგორ არის, ეს ნიუანსებიც უნდა იცოდეს, რა სამწუხაროდ ხო ყოველთვის არ არის ცნობილი. ჩემთვისაც ბევრი რაღაცა პროცესის დროს გახდა ხოლმე ცნობილი, როგორც მოქალაქისთვის, რომ ჩემი საყვედურები ნაკლებად რეალისტური იყო და ჩემი წუხილები ნაკლებად რეალისტური იყო, იმიტომ რომ ამის საპირწონედ შესაძლებლობა არ არის. უბრალოდ მოქალაქეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ეს მისი ფულია, მისი გადასახადებიდან არის ეს ბიუჯეტი და ხშირად მოხელეები წოდავენ და გონიათ, რომ საკუთარ ფულს განკარგავენ და გეგონა საკუთარი ჯიბიდან გიხდიან, არ არის მასე, ეს არის ჩვენი გადასახადებიდან შესული თანხები, ან რაღაც გარკვეული დონორებიდან შემოსული თანხები, რომელიც უნდა მოხო ისიც მოქალაქეებს აძლევენ, ანუ საზოგადოებას აძლევენ ერთ ადამიანს, ხო არ აძლევენ სიტყვაზე გამგებელს ან იმას. ან მერს, ხო, ეს არის
სახალხო თანხები, რომელიც განკარგება ხალხის სახელით განიკარგება და შესაბამისად ეს ანუ იმის თქმა მინდა რომ აი ეს სტერეოტიპი რომ მაინც არ მკითხავენ, მაინც სტერეოტიპია, იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ მიაღწიო შენსას, თუ იაქტიურებ მიაღწევ. უბრალოდ უნდა იცოდე, როდის აი სწორად როგორ მიმართო, როგორ შენ იმასაც კი გატყობ, იმდენად გამოცდილია უკვე ჩინოვნიკი რომ გატყობს, რამდენად ბოლომდე წავსვრელი ხარ და ბოლომდე მიყვები ამ პრობლემას და რამდენად ბედად შეაწუხებ. თუ ერთი ქუჩაში შეხვდა და რაღაცა წაიწუწუნე და წამოხვედი, ახლა სავარაუდოდ ხო, არა, მაგრამ თუ აი ეს მიზანმიმართულად და რაღაც მექანიზმებით გამოყენებით და საკანონმდებლო ჩარჩოების გამოყენებით მოითხოვ ამას, მეტი შანსია რომ ეს გაკეთდეს და თუ ერთი ადამიანი ვერ აღწევს ამას, მე არსებობს სამოქალაქო ჯგუფები, მაგაც ეხლა რო თქვით რომ სამოქალაქო ორგანიზაციაში მუშაობდი, შეიძლება უფრო ორგანიზებულად მიმართო ამ ყველაფერს და ზუსტად იმიტომ არსებობს ეს ორგანიზაციები, რომ ერთი ადამიანი თუ ვერ შეძლებს თავისუფლების რეალიზებას, დაიხმაროს სამოქალაქო ჯგუფი და უკვე ამ ჯგუფების მეშვეობით მოხდეს სხვადასხვა ინტერესების რეალიზება და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეგრეა, თუმცა ამ ტიპის ორგანიზაციების მუშაობა ჩვენ ქვეყანაში უკვე ძალიან ბუნდოვანია, ბევრმა შეწყვიტა კიდეც საქმიანობა. სამწუხაროდ ხო, მაგრამ რა გველოდება კიდევ წინ. მოდი ამოიღე შემდეგი სტერეოტიპი. კიდე 1-2 დაგვრჩა. და გავაგრძელოთ საუბარი. ეხლა ეს აშენდება, ანუ აქ ალბათ იგულისხმება ის, რომ თანამდებობის პირი როცა ინიშნება თანამდებობაზე, რომ შეიძლება ის სტერეოტიპი, რომ მორჩა ეხლა ამან დაიწყო რა ფულის კეთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ეს სიმართლის წარმოადგენს ხო, იცით რა არის? შესაძლოა კი სტერეოტიპი ხო, იყოს. ჩემ შემთხვევაში ეხლა პირიქით იყო სამწუხაროდ, სადაც მუშაობდით, ეხლა ვთქვით, საგაში, იქ ხელფასიც მეტი მქონდა, ბაქადაც უკეთესი მყავდა და რა ვიცი, თვითონ კაბინეტიც უკვე მოკლედ რა ყველაფერი უკეთესი ქონდა, იმიტომ რომ გადმოვედი 96 წელს რაღაც ძველი მანქანით მიწევდა სიარული Mercedes-ით, რომელიც სამჯერ იყო ნაავარიები და ორჯერ თბილისში დამტოვა და ასე ხო გონიათ ადამიანებს რაღაც კომფორტი ვარ და ხო და შესაბამისად და ხელფასიც მეტი მქონდა, ანაზღაურებაც მეტი მქონდა და თან კარგი იმითია სამოქალაქო სექტორი, რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს, ჩანს და მადლიერია. ხელისუფლებაში რომ გადმოდიხარ, აებას ეგრევე აწყდების, რომ რაც არ უნდა გაუკეთო, არ ჩანს. და რაღაც ეტაპზე მივხვდი, ჩქარავები ვხვდი, რომ ანუ არ უნდა ეძებო მადლიერება. და არ უნდა იმას აქნა, რომ აი მე ეს გავაკეთე და რატო არ არის ახლა ეს მადლიერი. ახლა ერთი ადამიანი მაგალითად ერთ სოფლიდან ამოვიდა და რაღაც პრობლემებზე მე არაფერი ჩვენ სოფელში არ ბაღი აგიშენეთ აფენში, ვეუბნებ თავიდან ბოლოს. ჩემში არავინ არ დადის იმ ბაღში არ ჩვილი აი შესაძლოა. მე რა გამიკეთებ. ანუ თითქოს საწყენია ახლა, იმიტომ რომ შენ მოიწადინე და პირველი ბაღი ააშენე ნოლიდან და თვლი რომ ამ სოფლისთვის მართლა 67 სოფელიდან ეს ერთი გამოარჩია და ყველაფერი ეცადე რომ გაგეკეთებინა იქ და მოდის ადამიანი პრეტენზიით რომ ჩემს არაფერი არ გაეკეთებიო კაცო. ხო და იმიტომ რომ არ ჩემი არ ჩვილი დადის, არ ჩვილი შვილი არავინ არ დადის იმ ბაღში. რა თმინოდა მე სხვა რაღაცა მაძუხებდა, წყალის პრობლემა მაძუხებდა და იმას ვერ მიგვარებოდა, რაში მჭირდება. არის ეგ ამბებიც და მაგას უნდა შეეგუა. ახლა თუ ჩვენთან ეს კომფორტია სამოქალაქო სექტორში, რომ რაც არ უნდა შენგან არ აქვს მოლოდინი ადამიანს სამოქალაქო სექტორი და როცა და უცებ რაღაცას რომ გაუკეთებ, კარგს მაგალითად ახლა პირველი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია გააკეთა საგამ იაპონიის საელჩოს პროექტით. კი მუნიციპალიტეტში მუშაობდი პირველ მოადგილედ, მაშინ და მე დავწერე ის პროექტი და ფაქტიურად ჩემი ინიციატივით და ჩემი იმით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე სამწუხაროდ ვერსად ვერ გამოვჭდი, იმიტომ რომ საგას ის იყო, რა ქვია, საგას სახელით შეტანილი იყო, კი ჩემი დაწერილი იყო, მაგრამ და ურთიერთობა და კომუნიკაცია თავიდან ბოლომდე მე მქონდა ამ საელჩოსთან, მაგრამ ხო თემა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სამოქალაქო სექტორში როცა გააქვს შესაძლებლობა, რატო არ უნდა დაეხმარო მუნიციპალიტეტს და აღსანიშნავია, რომ აი მეც როცა გადავედით პირველ მოადგილედ, დაახლოებით 1.40-მდე ზარი გავაკეთე სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, დონორებთან, რავი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უთხარი რომ აქავარ და თავიდან ბოლომდე მზათა ვარ თანამშრომლობისთვის და სხვათა შორის კარგად იმუშავა. აი ამ არასრულ 4 წელიწადში ჩვენ შევძელით დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე მობილიზება თანხის, რომელიც მოხმარდა უშუალოდ ინფრასტრუქტურას. და სამოქალაქო სექტორში რომ მუშაობ, იმდენად ინფრასტრუქტურაზე არ მუშაობ, რამდენად საგანმანათლებლო და განვითარებად პროექტებს და აქ ახლა პირდაპირ სპეციფიკაა, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განავითარო და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, თუნდაც ის ფინანსური რესურსის მობილიზება ხდება. იმიტომ რომ მაშინ დაახლოებით ინფრასტრუქტურაზე წელიწადში ვხარჯავდით, რაც იყო შესაძლებლო დაახლოებით 5 მილიონ ლარს.
და წარმოიდგინე ერთი ბიუჯეტი ფაქტიურად ხო ზემოდან დავამატეთ და ამის გაკეთება შევძელით, იმიტომ რომ ეს იყო ემპარდის პროგრამა, რომელიც უშუალოდ მე მქონა მიმოწერა ემპარდის პროგრამის ხელმძღვანელობასთან და გითხრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა და ну, რა ვიცი, შემოვალ თუ არა და მახსოვს რომ შევქმნით მე კომისია, რომელსაც დავარქვით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლე, 5 თანამშრომელი შევედით შიგნ და უკვე ამ სახელით და ბოლოს გითხრეს, ოღონდ ახლა გავანებეთ დავიო და პირველივე შესაძლებლობა რო იქნება თქვენ და შემოვართო და მართლა პირველი იყო ლაგოდეხი, ყაზბეგი და ბორჯომი, მოკლედ აი ეს სამი რეგიონი იყო, რომელიც პირველ რიგში შეარჩიეს და აქედანაც ხო 64 პროექტი დაფინანსდა უკვე შემდგომში და კარგი ისე. ძალიან ბევრ ორგანიზაციებთან ვითანამშრომლობთ, მათ შორის სენთან, CSRDG-თან, წითელ ჯვართან, რა ვიცი, უკვე ვეღარ ვიხსენებ ყველას. მწვანე, მოკლედ არ მინდა ვინმე გამოუჩო ძალიან ბევრ ორგანიზაციებთან და დაახლოებით მე რომ დავიანგარიშეთ 5 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მობილიზებული ამ სხვადასხვა სახის პროექტები, მათ შორის წყლის სათავეები, მაგალითად სენის პროექტში გიორგეთში გაკეთდა გაბიონი და მერე გზის რეაბილიტაცია მოხდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა სენის თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ორი პროექტი უკვე წავიდაო აჭარაშიც და დასავლეთ საქართველოში და კახეთში ვერავინ ნახეთო ვინც ამ პროექტს დაწერდაო და იმას იზავდაო და შენ მაინც ხო ხაროთ მიდანო არასამთავრობო ორგანიზაციიდან და პროექტი დაწერა არ გაგიჭირდება დაუწერე და პირველივე პროექტი დაფინანსდა და 450,000 ლარი გაბიონის და მოხმარდა და მე კიდე დაახლოებით 100,000 მოხმარდა გზის რეაბილიტაციას იქ გრუნტის გზის გაკეთებას და ასე შემდეგ. ანუ უცებ გაჩნდა რესურსი, რომ თითქოს არ გევალება ესეთი რაღაც პირდაპირ ის არ არის, მაგრამ როცა გააქვს შესაძლებლობა და ამის გაკეთების, მე მეორეთაც გქონდა უკვე საგადან ნაგამზიდი, როცა შევიძინეთ ისევ იაპონიის საელჩოდან და 79 ურნას რო შეხედავთ, იქოს პლასმასია და რაღაც ისეთი ძვირიღის. ხო, საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება თვითონ იაპონური ნაგამზიდი და თვითონ ისა და ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენ შეგვაქვს ამ ყველაფერში. ახლა მე რომ მკითხო ახლა ინფრასტრუქტურული თემა თითქოს არ არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავარი პრიორიტეტი, მაგრამ როცა საჭიროებაა და თან უფრო ხელშესახებია და უფრო აი რასაკეთებ რო გეუნებიან პირველ რიგში ამას იძახი და არა ის რომ რაღაც ნობიერების ამაღლების თემები და რაღაც ეს უფრო ესმის საზოგადოებას, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ახლა მოყვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას როგორ უწყობს შენ ხელს, ანუ ძალიან დიდი თემა ერთი სიტყვით როცა გინდა ახსნა იძახი რომ ეს იაპონიის საელჩოს დაფინანსებით სკოლას ბაღის რეაბილიტაცია გავაკეთეთ, ნაგამზიდი შოუძინეთ, ურნები შოუძინეთ, რაღაც ნაგრძლის პარკის რეაბილიტაცია შოუწყეთ ხელს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ბევრი რაღაცები რაც ვაკეთეთ იმ პერიოდში. ანუ ამ ფულით თურმე ეროვნული საქმის კეთება ხდებოდა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ამაში ჩართული იყვნენ მაშინ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები და შეთანხმებით ხდებოდა ამის გაკეთება და დღესაც ფაქტიურად მასია ხათ ჩვენ თვითმმართველობასთან აქტიურად თანამშრომლობთ ყოველთვის. და თითოეული პროექტი, ხო, 90% ყოველ შემთხვევაში პროექტების თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, თან ხელშეწყობით, რაღაც პატარა მონაწილეობით მაინც იყო ხოლმე, რომ ყოველთვის გვინდოდა, რომ რაღაცნაირად ყოფილიყვნენ ჩართულები ამ პროცესებში ისინიც და ჩვენ ჩართულები ყოფილიყავით და 1000 ტრენინგები გვაქვს თვითონ საჯარო მოხელეებისთვის ჩატარებული, რომ ვცდილობთ ყოველთვის საგადან ვცდილობთ, რომ ყოველთვის რაღაც ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყავით რაღაც საგანმანათლებლო კუთხით, რომ სიახლეები შეგვეტანა და დაგვენერგა სოციალურ სფეროში თუ სხვადასხვა გამჭვირვალობის თუ ანგარიშვალდებული, მოკლედ ძალიან ბევრი თემები იყო, რომელსაც ვაკეთებდი და უკვე ხელისუფლებაში რომ მოგვიწია, მოკლედ მე მართლა მომიწია, იმიტომ რომ სულ არ გეგმავდი საერთოდ და რაღაც ვიფიქრე რომ რაღაც ცოტა ხნით დავეხმარები მაშინ რაღაც და ჩემ რაღაც რესურს მოვახმარ და წამოვალ ჩქარავი, მაგრამ იმდენი საქმეა და იმდენი პრობლემა იყო დაგროვილი და იმდენი ის რომ მასე ადვილად ვერ მოდიხარ იქიდან და გიწევს დიდხანს. თუმცა ხო, აი წეხან რო ვთქვით რაღაც ისა რო წამოვედი, ჩემთვის უფრო რაღაც შვება და ამოსუნ თქვა იყო, ვიდრე რაღაც არიან ადამიანები, ვინც ებღაუჩებიან და რაღაც, მაგრამ ჩემთვისაც მაგალითად ჩემ თანაშა ალექს ცანკოდაძეც ახლა მეხვეწებოდა რამე პროექტი გავაკეთოთ, რომ წამოსვლა მინდა მეც უკვე აღარ შემიძლია დავიღალე რაღაცა და მე ერთობლივად რაღაც გარემოს დაცვითი პროექტი საკმაოდ საინტერესო გავაკეთეთ, სხვათა შორის 20 ოჯახს დავმონტაჟეთ ბზის პანელები და 20 სოციალურად დაუცველი ოჯახი ხო დღეს არ იხდის დენის გადასახადს, იმიტომ რომ მზის ენერგიიდან აქვს ის
საჭიროებას იკმაყოფილებს დენისას იქიდან და შესაბამისად ეს იყო პირველი რაც მე დავბრუნდი გავაკეთე და მე კიდე ბევრი მსგავსი პროექტები, მაგალითად საბავშვო ბაღების და სკოლების აღჭურვა მზის პანელებით და წყლა გამაცხელებლებით ძალიან ბევრგან გავაკეთეთ, მათ შორის სოციალური კათარზისის სასადილო როა იქაც სოციალური აბანო გააკეთა, იქაც დაუყენეთ მუნიციპალ მოკლედ რა, აი ძალიან ბევრი გადაკვეთები ქონდა თვითმმართველობასთან და კარგია როცა არის შესაძლებლობა შეავსო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერზე არ წვდება ამ თვითმმართველობას ეს თანხები და როდესაც არსებობდა ეს თანამშრომლობა, მაგალითად, მე ვთვლი რომ ნაყოფიერი იყო. ეხლა ეს წეხანდელ ფანჯარა რაცა ვთქვით, რაღაც დავიწროებულია, თუმცა მე ვთვლი რომ მაინც არსებობს რაღაც გარკვეული შესაძლებლობა, რომ დღესაც კი რო შესაძლებელია რომ თვითმმართველობებთან ერთად რაღაცები აკეთო, თუმცა არც ისე ფართო ჭრილია ესა და სამწუხაროდ ნელ-ნელა ვიწროდება რაც წეხან შენახსენე, სამწუხაროდ თავრობა ნაკლებად ითანხმებს და ფაქტურად აღარ ითანხმებს იმ პროგრამებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელია და შესაბამისად ხო ამ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებს აღარ აქვს შესაძლებლობა რომ ეს საქმეები აკეთონ. თორე მაშინაც ვიწახოდით და დღესაც ვიტყვი რომ იმ საბავშვო ბაღში ჩვენი შვილები დადიან პირველ საბავშვო ბაღში და იმ ნაგავზეცა ჩვენი ნაგავი და აქ ანუ სად არის აქ აგენტობა აქ სად არის აქ უცხო ქვეყნის ინტერესი და იაპონელ ხალხს ახლა რა ინტერესი აქვს იმისა რომ ხო რაღაცომღაც რაღაცები ხო მოხდეს აქ არ ვიცი რაღაც გაუთვალისწინებელი ხო პირიქით ის ადამიანები გეხმარებია რითაც შეუძლიათ და როგორ შეუძლიათ და ხო ამის ძალიან სამწუხაროა და ძალიან გულსატკენია როდესაც რაღაცა ამ ყველაფერში ხარ ახლა იმიტომ რომ პოლიტიკურ ჭრილში არ მინდა გადავიდე მაგრამ ნამდვილად არ მინდა ომი ნამდვილად არ მინდა რაღაც კატაკლიზმები ნამდვილად მაგრამ ის არ ნიშნავს რომ ან მაგალითად ან კოცი ვარ ან ნაცი ვარ რომ ჩვეულებრივ სამოქალაქო ნიშნავდა იმას რომ ჩვენ ახლა რაღაცა უცხო ქვეყნის რა თქმა უნდა ახლა რაღაც და ომი გვინდოდა და ყველაფერი დაფუძნებული იყო იმ საზოგადოების მოთხოვნილებიდან და ნენების ყოფითი თემებიდან რაც ადგილობრივ და როგორ თქვი 90% თვითმმართველობასთან ერთად ვაკეთეთ მაშინ ისეიც დავრშავები არის ისეიც აგენტები არის ეკაც ახლა ბოლო GIZ-ის პროექტი რაც განვახორციელეთ როგორ ჩვენ დაგვიფინანსდა ისე თვითმმართველობას დაგვიფინანსდა ანტიკორუფციულობა ჩვენ მოგთხოვ ამაზე ანგარიში თვითმმართველობას არ მოხდა. ერთი პროგრამაა და ერთი კოლგის ქვეშ ისენიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ზოგადად ეკონომიკურ გაძლიერებას შეწყობილ პროგრამაში იყვნენ ჩვენს 33 ოჯახს მივეცით კახეთის რეგიონში შესაძლებლობა რომ განავითარებინათ საკუთარი ბიზნესი. არსად არ გაგვიპიარებია ეს თემა და ისა იმიტომ რომ აღარ იყო მაგის შესაძლებლობა და თანხები რომ ამაზე ზედმეტად რაღაცა ის გვექნა, მაგრამ ესეც აღსანიშნავია რომ 33 ქალბატონი და 2 ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებიც იყო შესაძლებლობა და ზოგ მოკლედ სამკერვალოები გახსნეს ადამიანებმა ივენთების ორგანიზების შესაძლებლობა მიეცათ და ინვენტარის გაუმჯობესება სტილისტები დავაფინანსეთ და მოკლედ ბევრი ადამიანი რომელსაც ხელი შეეწყო ან ნოლიდან დაეწყო ბიზნესი ან რაღაც პატარა უნარჩვევები რო ქონა იმაზე დაეფუძნებინა და განავითარებინა თავისი ბიზნესი. შესაბამისად აი ესეთი კარგ საქმეებს ვაკეთებდით, აი ყოველთვის ვაკეთებდით, თუდად ხდება ყურში და იმედია კიდევ მოგვეცე მაგის საშუალება რომ გავაგრძელებთ მომავალი წლიდან აქ, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში იმედს არ ვკარგავ. ერთმა გისმინოს. კაი, მოდი ამოიღო ბოლო სტერეოტიპი. ძალიან საინტერესო შენი მოსმენა. მივალ და ერთ წელიწადში ყველაფერს შეუცვლი. ой, ეს რა ძალიან ბოლოს შევხვდა, მაგრამ რაღაცა კარგი კულმინის იქნება რა დასასრული. შეთანხმებული იყო. ძალიან ხშირად მიგზნია ხოლმე ადამიანები და რომ შემხვედრიან ხოლმე რომ უნდა რომ გაგზნობინოს რომ აი შენ ადგილზე მე რო ყოფილიყავი, აი რაღაც სასწაულებს ჩავიდენდი. ძნელია სასწაულები ჩადერა, იმიტომ რომ გარკვეულ ჩარჩოში ხარ მოქცეული და გარკვეული თანხა არის ბიუჯეტში მოქცეული, რომელიც უნდა გააწინწილო უამრავ სფეროზე. და რაღაცნაირად ყველაფერს ამყოფინო და შესაბამისად ერთს რომ მეც მისცე მეორეს მოვაკლდება ხო ახლა იმიტომ რომ მართლა ბევრი კომპეტენცია აქვს თვითმმართველობას არც ისე არის რა რომ ადამიანი არც ის არის რომ ძალიან ყველაფერი შეუძლია მაგრამ საკმარისია ის სფეროები რომელშიც შეუძლია გარკვეულწილად თანხების დახარჯვა და ახლა მარტო გზების რეაბილიტაცია რო აიღო სიტყვაზე ხო ახლა 67 სოფელში რამდენი გზაა ხო რომ გადაითვალო 1 კვადრატი რა ჯდება და მე 1 კვადრატული გზივი მეტრი აიღო 6 მეტრიანებია გზა ხო 6 კვადრატის დაგება რო გადაამრავლო ახლა 10 მილიონზე
ანუ შესაბამისად მარტო გზები რო გაკეთო ერთ წელიწადს, დანარჩენი მთლიანად ჯერ ერთი რო 10 წელი მოანდომებ ამას, ყველა გზა რო ასე თუ ისე მოაწესრიგო სიტყვაზე, ხო? მაგრამ სხვა რაღაცებზე, სოციალურზე აღარ გრჩება, ბაღებზე აღარ გრჩება, სხვადასხვა აღონიზებებზე აღარ გრჩება, 1000 კიდე რაღაც მიმართულებებია, ხო, რომელზეც თანხა უნდა დაიხარჯოს და შესაბამისად გიწევს რაღაცების გადანაწილება, გადმონაწილება და მოკლედ ხო, არა ვართ ახლა ჩვენ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ მაგალითად ახლა ევროპულ ქვეყნებში ხშირად აპატია დგენა თითიდან რა გავაკეთო და მოდით წელს ბარდიური ავწიოთ. ეხლა ისედაც აწეული, მაგრამ სხვა ფანტაზია აღარ აქვს რა გააკეთონ და ხშირ შემთხვევაში ყოფილა ხოლმე ახლა პრაქტიკაზე რო ჩავსულ ვარ ხოლმე რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებზე უმსჯელიათ ხოლმე რომ მოდი ახლა ეს გავაუნჯობესოთ და აი ძირითად რაღაცებს ჩვენთან პირიქით გაუნჯობესებაზე კი არა რაღაცებზე რეაგირება გიწევს უცებ რომ თავზე არ დაგენგრეს რაღაცეები ხო შესაბამისად არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა რომ უცებ მიაყარო რაღაცას თანხა და გააკეთო. შენ რაც თქვი ხა თუნდაც შენი თვითმმართველობაში ყოფნის დროს რა ინიციატივებიც განახორციელე და ის რაღაც დამატებითი რესურსები რაც მოიძიე. ეგ ხო არის საჯარო მოხელის კეთილნებაზეც, იმ გარემოში არსებულ შესაძლებლობების გამოყენების უნარზეც, ანუ წესით არც გევალებოდა. მოდი ესე ვთქვათ რა, რაღაც მხრივ, მაგრამ კეთილსინდისიერება რო იყო შენში და თან ხედავდი შესაძლებლობას, შესაძლებლობა და მოიძიე რამდენით მეტი, ვიდრე ვთქვათ იყო ადგილობრივი ბიუჯეტით, თუნდაც ან ცენტრალური ბიუჯეტით შესაძლებელი. და აი რაც თქვი, ახლა მახსენდება შენი საუბრიდან, რომ რაც მეტი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან, მით მეტად, აი, ეგ ხო ისეთი რამე არის, რა, მხოლოდ არ გევალება თითქოს, მაგრამ მაინც რო აკეთებ. იმიტომ რომ ასე უმჯობესია, ხო? ანუ რაღაცა კანონის მიღმა რო ხარ რა, თან საჯარო მოხელე. ანუ ეგეთი თუ იქნები ჩემი აზრით, უფრო უკეთესია. იცი რაც ახლა რო ვიცახოდით აი მოკლედ დონორებთან ურთიერთობა და ევროპაც და ევროკავშირიც ერთ-ერთი გასაღები არის ამის, იმიტომ რომ ყველა ის ქვეყანა რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი, გაცილებით მეტ დაფინანსებას ღებულობს. აი ნებისმიერ ქვეყანა ხელ პოლონეთში ვარ, სლოვაკეთში ნამყოფი, სხვადასხვა ლიტვა, ლატვია. მოკლედ ყველგან არის ძალიან დიდი კონტრიბუტორი ეს ევროკავშირის თანხები და ძირითადი ყველაზე დიდი პრობლემები რაც აქვს ესტაკადები და აი რაღაც უშველებელი ხიდები და რო ვიკითხავდი ხოლმე რა თანხებით არის გაგეს ევროკავშირის არის და რაღაც შედარებით პატარა რაღაცები უკვე თავის თანხები აქვს. მაგრამ იმ ძირითადს რო გაშორებს ის და ცდილობს იმ სტანდარტს მიუახლოვდე რაც რა სტანდარტებიც იქ არის, ხო? უკვე შესაბამისად მეტი შესაძლებლობები და მეტი გასაქანი გეძლევა ამ ყველაფრის კეთების და აი იმიტომ ევროპიდან ცდილობ ის გამოცდილება მოიტანო, რაც იქ დადები მეურნეობა როგორ მოაწყეს, სოფლის მეურნეობა აიღე მაგალითად BMW-ს ქარხანაში რომ მოხვდები ადამიანი, მიხვდები რომ აი სასწაულები ხდება იქა და ახლა მაპატიეთ ახლა ფანდრიანი Nokia-ის შექმნაც თუ არ შეგიძლია რომელ BMW-ს ქარხანაზე და ის არის ხო ახლა მე მარტო საქართველოზე არა მაქვს საუბარი ახლა იქითკენ ისეთი ქვეყნებისკენ მივისწრაფით სამწუხაროდ ვინც ჩვენზე უარესები არიან და რატო არა რომელმაც შეძლო ეს მეურნეობა თვითონ სახელმწიფო წყობა ისე სისტემა ისე მოაწყოს რომ გამართულად მუშაობს ხო იქ თვითმმართველობის დამოუკიდებლობა ხო ერთ პერიოდი მე-17 საუკუნეში სტაგნაცია მოხდა განვითარების და ზუსტად თვითმმართველობის შემოღებამ და იმან განაპირობა ის რომ ადგილებზე რომ არჩევითი მოხელეები დანიშნეს ეკონომიკა კი, მოიმატა, იმიტომ რომ ადგილობრივ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და პირდაპირ თეორეტიკოსები თვლიდან რომ თვითმმართველობა რო არ ყოფილიყო, აი სტაგნაცია გაგრძელდებოდა ეკონომიკურად. ახლა თუ არ მიეცი გასაქანი ამ ყველაფერს, ხო? და ეს სამოვიღო თუნა იქიდან, ხო, ყველაფერი რაც როგორ აქვს ეს მოწყობილი, ხო, სოფლის მეურნეობაში რაღაც ტექნოლოგიები, მექანიზაციაში, IT ტექნოლოგიები, ყველაფერში არის განვითარებული და შესაბამისად აი ეს გამოცდილება ყველაფერი მისაღებია ჩვენთვის და ყველაფერი რომელიც მისაღებია რა თქმა უნდა ის უნდა იმასაკნა და დანერგო და ახლა აქცენტები რო კეთდება სხვა თემებზე ახლა აღარ მინამას დაუბრუნდე თითთან გამოწეულ თემებზე ხო ეს არის აბსოლუტური თავიდან ბოლომდე იმიტომ რომ შენ უნდა კარგი წამოიღო და კარგი დანერგო შენთან და ეცადო რომ ის გამოცდილება გამოიყვენო როგორც განვითარებული ქვეყნების ისე მაგალითად პრიბალტიკის ქვეყნების რომელიც აი თითქოს აი ძალიან ახლოს არიან მაგრამ მაინც წინ არიან ჩვენზე რაღაც განვითარებით იმიტომ რომ ხო რაღაც გარკვეულწილად უფრო ახლო არიან ევროპასთან და უფრო მეტი შესაძლებლობებია ისარგებლონ ისიკეთით რაც იქ არსებობს და ჯობია შენ თვითონ აწიო სტანდარტები და
განვითარდე და უფრო ახალ ტექნოლოგიებზე გადახვიდე, ვიდრე მოკლედ ორიენტირება სხვა რაღაც თემებზე გააკეთა. ხო, საბოლოო ჯამში რაღაცა შემაჯამებლად რო ვთქვათ, მგონია რომ საჯარო მოხელეობა განსხვავებული სამსახურია რა, საჯარო სექტორში. ხო, რეალურად ტვირთია და პასუხისგებლობა. და ეგ უნდა გააზრებული კონდეს ადამიანს, იმიტომ რომ დილის რაღაც რა ვიცი 9-დან 6-მდე სამსახური არ არის რა, ჩემი აზრით. ვინც ეგრე უყურებს, ხო. ხო, სამწუხაროდ 9-დან 6-მდე კი არა, ღამეები გვითენებია ხოლმე, იმიტომ რომ როცა საჭიროა იქ უნდა იყო და რა დროს მივდიოდი და მოვდიოდი სახში უკვე არეული მქონა ისა და ხო, იყო პერიოდები, რომ მოკლედ, ანუ ძალიან ბევრი პასუხისგებლობა და ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რომელიც დატვირთული ხარ და განსაკუთრებით ეს პირველი მოადგილეობა, აი, ძალიან რთული თემა, იმიტომ რომ ყველაზე რთული დარგები და ყველაზე საპასუხისგებლო პირველი მოადგილის ის არის და თან ყველაზე პრობლემური თემები მოდის შენსკენ რა, ახლა რაც 2-3 წუთში შეუძლია ახლა გამგებელს გადაწყვიტოს, თვითონ წყვიტოს და რაც უკვე პრობლემურია, მოდის შენსკენ. და ცდილობ ამას ნელა სამწუხაროდ ხო, აი ძალიან დატვირთულია და ერთხელ ბორჯომში იყო პირველი მოადგილეების შეკრება ძირითადად მთელი საქართველოდან ვიყავით და რო უყურებდი ამ ხალხს ყველა ერთმანეთს გავდით კაცო რაღაცი და არა ზოგი მაღალი, ზოგი დაბალი, ზოგი თითქოს არაფრით არ გავდით, მაგრამ და მე ვიხდი რომ გამომეტყველებით გავდით, ყველას გადაღლილი, ყველას რაღაც დათგონული რაღაც, იმიტომ რომ აი ახალი არჩეული იყო განსაკუთრებით რაღაც მეშვიდე მერვე თვით თავზე ვიყავით იქა და აი ყველა იმაში ვიყავით, აი მართლა ამ წნეხის ქვეშ ამ გადაწყვეტილებების და იმის, იმიტომ რომ არ არის ადვილი, ყველაზე რთული თემები მოდის იქ და მაგალითად რამოდენიმე თვით რომ მომიწია მოვალეობის შემსრულება გამგებლის, ჩემთვის უფრო ადვილი იყო ვიდრე პირველი მოადგილეობა. თითქოს პასუხისგებლობა უფრო დიდია, მაგრამ იმდენ ბევრ კარგ საქმეს ვერ აკეთებ და შენის პასუხისგებლობით და შენივით, რომ და დანარჩენ ამ პრობლემებს უკვე სხვა მოადგილეებს გადააწერ, რომ შეგიძლია უფრო რაღაც ამაყად და უფრო დაგაშლილი ხარ, იმიტომ რომ ბევრი კარგი გააკეთეს შენ და ერთ საღამოს რაღაც ჟენით რომ მივდიოდი სახში, მიკვირდა კაცო და მე გამახსენდა რომ ხო არ ვიყავი უკვე ის გავგებილის შემსრულებელი ხარ და არა პირველი მოადგილე და რაღაც უფრო მეტი ის არის ხო წნეხი არსებობს და სწორედ მიიღე გადაწყვეტილება არ მიიღეს სწორედ რაღაცა ჩემთვის ვეუბნებოდი რომ ჩემთვის თუ სულ ერთი გახდა რაღაც ადამიანის პრობლემა უნდა ადგე და წამოხვიდე იქიდან თუ იქამდე მიხვედი რომ შენთვის უკვე სულ ერთია და ან დაიღალე ან რაღაც თემაა და გულგრილი გახდი ამების თუ ყველაფერი გულზე არ გაატარე არ უნდა იყო მოხელე რა, იმიტომ ყველაფერი უნდა გადაატარო შენ გულზე, უნდა შეხვიდე ადამიანის მდგომარეობაში და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო და თან აუხსნა რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, სხვანაირად ვერ გაგიგებს და ის ნდობა არ დამყარდება მოხელესა და მოქალაქეს შორის. იდეალური დასასრულია ჩემთვის ახლა ეგ აზრი, მაგაზე უკეთ ვერც ვიტყოდი. ძალიან ვისიამოვნე შენი მოსმენით. სასიამოვნო იყო. და რაღაცნაირად ხო მგონია რომ ეს პოდკასტიც დაეხმარებათ ადამიანებს ყველა მხრიდან შეხედონ რა, ბევრნაირად შეხედონ საჯარო მოხელესაც, მოქალაქესაც და რაღაცად ალბათ მგონია რომ ეხლა მე რო გისმენდი, მეტ ვალდებულებას ვგრძნობდი როგორც მოქალაქე, რომ ან უფრო მეტად ჩართული ვიყო, ან უფრო მეტად კრიტიკული ვიყო, თუნდაც ინფორმირებული ვიყო თუ ასე შემდეგ. და ალბათ რაღაცა ცოტა შიდა სამზარეულოში ჩახედვის ნაწილშიც მგონია რომ საინტერესო იქნება ადამიანებისთვის ამის მოსმენა. მოკლედ, მოდი დავემშვიდობოთ ახლა ჩვენ მსმენელს, ჩემი აზრით 1 საათი გაბმით ვილაპარაკეთ, რაც კარგია, მაგრამ საკმარისია. დაგემშვიდობებით, როგორც ყოველთვის, საინტერესო სტუმრებს და საინტერესო თემებს წარმოვაჩენთ. მადლობა და წარმატებები. ნაბაჰე.